ევროპის ღია საზღვრის კრიზისი. ევროპა კონტროლს კარგავს. რაც სუდაში ივლისის ბოლოს მოხდა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ადგილობრივი სასაზღვრო ინციდენტი არ იყო. ეს იყო სტრატეგიული გაფრთხილება მთელი დასავლეთისთვის. სუდ რამდენიმე საათში 10,000-ობით მიგრანტმა მოახერხა მაროკოდან ესპანეთის ტერიტორიაზე გადასვლა. ამ ინციდენტმა გამოავლინა ევროპის კავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე. პოლიტიკურ იდეოლოგიასა და უსაფრთხოების რეალობას შორის არსებული უფსკრული. წლების განმავლობაში ესპანეთი მიგრაციის მიმართ ლიბერალურ მიდგომას მისდევდა, მაგრამ ადგილზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეფექტური საზღვრის კონტროლის გარეშე შემაკავებელი ეფექტი გარდაულად სუსტდება. ევროპა ახლა პარადოქსის წინაშეა. მას სჭირდება მიგრანტი მუშახელი მოსახლეობის დაბერების საკომპენსაციოდ. თუმცა უკონტროლო მიგრაცია იწვევს არასტაბილურობას, ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და გადახტავს სამხედრო და უსაფრთხოების რესურსები, რომლებიც უნდა იყოს მიმართული ისეთი საფრთხეების შეკავებაზე, როგორიცაა რუსეთი. გაკვეთილი ნათელია. სუვერენიტეტი იწყება თქვენი საზღვრების დაცვის უნარით. სახელმწიფო, რომელიც ვერ აკონტროლებს, ვინ შედის მის ტერიტორიაზე, ვერ შეინარჩუნებს გაატაროს ღრმა სტრუქტურული რეფორმა, ან სრულად დაკარგოს კონტროლი.